აი მაგარ რაღაცას გასწავლით. რატომ უნდა მისცეთ ზოგჯერ საკუთარ თავს დაგვიანების უფლება, როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ და სამსახურში, როგორც სახითაც არ უნდა გეუდებოდეთ უფროსი. აქ სად იყავიო? ნახეთ, სადაც არ უნდა გაგვიანდებოდეთ, თუნდაც ლექციაზე, სკოლაში, პაემანზე, სადმე. დაგვიანება მაინც ჯობს და აი ნახეთ რატომ, რა არის ამის სამეცნო ახსნა. როცა თქვენ სადმე გაგვიანდებათ, ხო, ავტომატურად ხართ სტრესში. ამაზე რეაგირებს თავისთავად შეგეთი უბანი, მას ქვია ამიგდალა. ეგ თავის მხრივ ააქტიურებს ჰიპოთალამუსს და ეგ კიდევ თავის მხრივ ჩვენს ორგანიზმში ეგრევე ფეხს დააყენებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას. რა შეიძლება სიმპათიკა? ორი ჰორმონის რაოდენობას ეგრევე აწევს აირში. ერთი იქნება ეპინეფრინი და მეორე კორტიზოლი. ეს ორი ჰორმონი პასუხისმგებელი არის სტრესზე, რომ ჩვენ მას მარტივად გავუმკლავდეთ, მაგრამ იმავდროულად ჩვენს თავის ტვინში თქმავენ შუბლის წილში არსებულ ეგეთ ცენტრს, მას ქვია პრეფრონტალური კორტექსი. ეგ კორტექსი მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დაგვეგმოთ, სწორად გავიაზროთ, ფოკუსირდეთ, კონცენტრირდეთ, სწორი ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ როცა თქვენ სტრესში ხართ და ძალიან ბევრი გაქვთ ციხში კორტიზოლი და ეპინეფრინი, ეგ უბანი ეგრევე გამოირთვება. და რა ხდება ამ დროს? რა ხდება და უკვე გავიწდებათ, რომ თქვათ, ტელეფონის სახში დაგჭათ. ხო, გაგვიანდებათ და ტელეფონის სახში დაგჭათ. აი, მანქანა თუ ყავს, მანქანის გასაღების სახში დაგჭა. თუ თქვათ, ბინის გასაღები ყავს, ეგ გასაღების სახში დაგჭა. თუ თქვათ, ბავშვი მეკავსადმე, ეგ ბავშვის სახში დაგჭა. თუ მაგალითად ყველაზე ყავა იყო დადგმული, თქვათ, მადუღარა, ეგეც ჩართული დაგჭათ. უთო ჩართული დაგჭათ და მე უკვე მოტრიალდები ხოლმე შუაგზით და რომ აი თურმე ეს დავიწყებია. არა, არ დაგვიწყებია. ეს უბრალოდ ეს ყველაფერი კი იცოდი, მაგრამ თავისთვის ეგ ნაწილი დროებით გამოირთვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო სიხში ეპინეფრინისა და კორტიზოლის შემცველობა. რა უნდა გააკეთო? სხვა დროს დააგვიანე 5 წუთი არ აუშავს. სამაგიეროდ როცა თქვა ჩართული იქნება პარასიმპათიკა და ნაკლებად სიმპათიკა, ეს პრეფრონტალური კორტექსი იმუშავებს, ყველაფერს სწორად აგეგმავს, არ მოგვიწევს უკან მოტრიალდე და ის ყველაფერი თავიდან გააკეთო. ასე რომ გავუზიარეს, სუპერ მაგარიჩოა სხვებსაც.